მთავარი მიზანი ნათელია ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება. ეს მოიცავს ისეთი ბირთვული ობიექტების განადგურებას ან მძიმედ დაზიანებას, როგორიცაა ნათანცი, რომელიც უკვე დაიბომბა, ასევე ფორდო. ლიკვიდირებულია რამდენიმე ცნობილი ბირთვული მეცნიერი, მაგრამ საქმე მხოლოდ ბირთვულ პროგრამაში არ არის. ისრაელი ასევე ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასაც ესხმის თავს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა. ოპერაციის პირველ დღეს ისრაელის ავიადარტყმებს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალშინოსნების უმრავლესობა და ბალისტიკური რაკეტების გაშვებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი გენერლები ემსხვერპლენ. IDF-ის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების ნახევარი. გარდა ამისა, ირანმა ისრაელისკენ 220-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა 95%-ზე მეტიც ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. დასავლური და არაბული სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, ირანი 2000-ზე მეტ ბალისტიკურ რაკეტას ფლობდა. თუმცა ბოლო დღეებში აქტიურად იბომბება ბალისტიკური რაკეტების საწარმოები, საწყობები, ამიტომ ზუსტი ზიანის მოცულობა რთული სათქმელია. მესამე მიზანი, რომელზეც ისრაელი პირდაპირ და ღიად არსაუბრობს, რეჟიმის შეცვლა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიანიშნა, ეს რეჟიმი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ საკუთარი ხალხისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ირანელი ხალხი უკეთეს სიმსახურებს. ირანზე თავდასხმების დაწყებამდე ისრაელმა აღმოაჩინა, რომ ისლამური რესპუბლიკის მეცნიერებმა წარმატებული ექსპერიმენტები ჩაატარეს ბირთვული იარაღის შექმნის პროცესში, რომლის შემდეგაც ირანს მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებდა ბომბის წარმოების შესაძლებლობამდე, თუ ამ ტიპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. გარდა ამისა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანს საკმარისად გამდიდრებული ურანი აქვს 9-10 და შესაძლოა მეტი ბომბის დასამზადებლადაც კი. ამ მონაცემების ერთობლიობა ისრაელისთვის წითელ ხაზად იქცა. ამასთანავე შეიცვალა რეგიონული ფაქტორები. ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფების ქსელი მკვეთრად არის დასუსტებული და ირანს აღარ აქვს უნარი მთელ რეგიონში მასშტაბური ომი გააჩაღოს. ჰეზბოლას ლიდერების უმრავლესობა მკვდარია. მისი სამხედრო შესაძლებლობები უკიდურესად არის შეზღუდული და ისრაელთან ახალი ომი ტერორისტული ორგანიზაციისთვის შეიძლება ფატალურად დასრულდეს. იემენელი ჰუსიტები პერიოდულად ისრაელისკენ ბალისტიკურ რაკეტებს ისვრიან, მაგრამ მათ არ აქვთ უნარი, რომ სერიოზული ზიანი მიაყენონ ისრაელს. ამასთანავე სირიაში დაემხო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, რომელიც ირანის მარიონეტი იყო და ეს ღერძი მნიშვნელოვნად შესუსტდა. ამასთან დაერთო დონალდ ტრამპის იმედგაცრუება ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების მიმართ. მოლაპარაკებებში შედეგის არარსებობამ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ სადაზვერვო ცნობებმა ტრამპი დაარწმუნა, რომ ხელი არ უნდა შეეშალა ისრაელის სამხედრო ოპერაციისთვის. ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამერიკული ავიაციის და ფლოტის მხარდაჭერის გარეშე ისრაელი ასეთი წარმატებით ვერ შეძლებდა ვერც შეტევითი და ვერც თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა დაბომბა ისეთი ბირთვული ობიექტები, როგორიცაა ნათანცი, სადაც ატომური სააგენტოს ცნობით სავარაუდოდ 15,000 ცენტრიფუგა მძიმედ დაზიანდა და ისფაჰანში ურანის გადამუშავების ობიექტი, არსებობს სამიზნეები, რომელთა განადგურებაც ისრაელს დამოუკიდებლად არ შეუძლია. სწორედ ასეთად მიიჩნევა ფორდოს ბირთვული ობიექტი ყუმის მახლობლად. ამჟამად ფორდო ურანის 60%-მდე გასამდიდრებლად გამოიყენება. ატომური ბომბის შესაქმნელად კი ურანის 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო. ფორდოს კომპლექსი სპეციალურად აშენდა მთის ქვეშ 80-90 მეტრის სიღრმეზე, რათა ის ავიადარტყმებით არ დაეზიანებიათ. თუმცა მისი განადგურება შეუძლებელი არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნიათ 13,600 კილოგრამიანი ბომბი MOP, რომელსაც შეუძლია ფორდოს მსგავსი ობიექტების განადგურება, მაგრამ მისი გადატანა ისრაელის ავიაციას არ შეუძლია და ამისთვის ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშვენების ჩართულობა იქნება საჭირო. ისრაელისა და ირანის ომის საბოლოო შედეგს ორი მთავარი კითხვა განსაზღვრავს. უზარმაზარი სამხედრო ზიანის ფონზე დათანხმდება თუ არა ირანი გაუარესებული პირობებით აშშ-თან მოლაპარაკებებს და მზად არის თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ ჩაერთოს ირანთან ომში და სამხედრო გზით დაასრულოს ირანის ბირთვული პროგრამა. ამ კითხვებზე პასუხს უახლოეს დღეებში გავიგებთ.